მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში ჩვენ ვიმყოფებით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც მოქალაქეები, სუვენირებით მოვაჭრე მოქალაქეები კვლავ მართავენ საპროტესტო აქციას. თქვენ იცით, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში ბათუმის ბულვარში სუვენირებით ვაჭრობდნენ, მაგრამ წელს ბათუმის მერიამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სუვენირებით მოვაჭრეები, ასევე სხვა საქმიანობით დაკავებული პირები იქნებიან ეს კვადროციკლების გამქირავებლები თუ სხვა პირები აღარ შეუშვან ახალი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე. და ამის გამო არის, რომ სწორედ ეს მოქალაქეები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც პროტესტში იმყოფებიან. პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ეს ადამიანები, როგორც ჩვენ ჩართვაში აცხადებდნენ, არ იყვნენ გაფრთხილებული მანამდე და ასე მოულოდნელად მოხდა მათთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომ ისინი ვეღარ ივაჭრებდნენ წელს ამ ტურისტულ სეზონზე იმ ადგილებში, სადაც ამ წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ სუვენირებით. მათ რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ მთავრობის წარმომადგენლებთან, იყო შეთავაზება ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, რომ გარკვეული ადგილი, გარკვეული მონაკვეთი დაეთმოთ, როგორც სუვენირებით მოვაჭრეებისთვის, ასევე კვადროციკლების გამქირავებლებისთვის, მაგრამ როგორც ეს ადამიანები ბათუმელებთან საუბარში აცხადებენ, იქ არ არის ის გარემო, არც ფართი არის საკმარისი, არც ის კონკრეტული მონაკვეთი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყველა განთავსდეს ამ პატარა მონაკვეთზე, ვთქვათ, სუვენირების ჯიხურებიც დაიდგას, კვადროციკლების განთავსდნენ, წვენებით მოვაჭრეებზე იყო ასევე საუბარი და ბუნებრივია ეს შეთანხმება არ შედგა. ჩვენ კვლავ შევეცდებით, რომ ამ ადამიანებს გავესაუბროთ თუ რამ გამოიწვია კვლავ მათი საპროტესტო აქციაზე გამოსვლა და უფრო დეტალურად მოვისმინოთ მათი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში ხართ, რომ გვითხრათ თქვენ მე რამდენი კვირაა უკვე რაც აქციებს მართავს აჭარის მთავრობის შენობასთან და იყო რაღაც შემოთავაზებები, ხო, რომ გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს რა შემოგთავაზეს ახალი ძველი ბულვარის სანაცვლოდ და რატომ არის ეს მიუღებელი თქვენთვის. გამარჯობა, მოგესალმებით. რამდენიმე კვირა არა, რამდენიმე თვია და 5 თვია უკვე ჩვენ ვდგავართ ქუჩაში. ჩვენ მოგეხსენებათ მათ სუვენირზე, ქართულ სუვენირზე, რომელიც ეს სუვენირი არის რაღაცა სავიზიტო პარატივით არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ბათუმის და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ტურისტი შემოვიდეს, ბევრი და ეს ნახატი თუ რა ვიცი, არის სუვენირი რომ ჩაიტანს. ეს ქვეყანაში საბამისად ნახავს სილამაზეს, სხვა იქიდან ამიტომ ტურისტი ამიტომ ვიქოთ თქვენ ვაჭრობდით ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ხო? და ამის კატეგორიული წინააღმდეგია მერია, როგორც ვიცით. ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ქალაქის ტერიტორიაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე და არის წინააღმდეგი ამ ტერიტორიაზე, რაღაცაზე შევთანხმდით რაოდენობაზე, იქ რაღაც რაოდენობა იღება, მაგრამ ანუ ბოლოს რო შეხვდით, შეთანხმდით რაზე კონკრეტულად და შემდეგ შეცვალეს ეს პირობები? ბოლოს შეხვედრა იყო პარასკევს და შევთანხმდით რაზე. აი ეს ძველებური ჯიხურები რაც იყო, გაგვეახლებია და ახალი ხურებია. ანუ კი არის ცოტა პატარა, მაგრამ მაინც დავთანხმდით მაგაზე, რომ იქ ჯიხურები გავუკეთებთ და ვაკეთებთ ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ. ანუ ჯიხურები უნდა დაგედგათ თქვენივე დიზაინით თუ მერიასთან უნდა შეთანხმებულიყავით? შეთანხმებული ყავით. მაგრამ ჩვენი ხარჯით. რა შეცვალეს აი ამ შეხვედრის შემდეგ პირობებში? გეტყვით, აი უნდა ყოფილიყო 28 ობიექტი, რადგან 28 ადამიანი და 28 ოჯახი უწდეს ამ 5 თვის განმავლობაში ამ ლოკაციებს და ლოკაციები იყო, ეს ქვია შესაძლებელი, 10 ლოკაცია იყო, ცუდი ლოკაცია, სადაც ვერანაირი ჯიხურის ფასადაც ვერ ამოიღო. ეს ლოკაცია იყო შესაძლებელი. სამამისად გამოვედით, ვისაუბრეთ მაგაზე, დაგვეთანხმენ და გამოვედით და 2 საათის შემდეგ ვირეკავს მერის მოადგილე გათხოვინაზე, რომელიც სულს ყველაფერს. ანუ გვესაუბრება 18 ლოკაციაზე და გვესაუბრება ისეთ ჯიხურზე, რომელიც ჯიხურიც არ ვარ თქვენთვის და არც ქალაქის იერსახისთვის. რა ჯიხურზეა საუბარი? ეს არის წიგნისებული ჯიხურები ფაქტიურად. წიგნის მსგავსი, ხო? იდგა კიდეც მე ბულვარში და ეს ძველი ჯიხურები არ არის? ვართ გამწარებული ჩვენი მუშა
შესაბამისად მუშაობით და არის ულამაზად, ძალიან ულამაზად. როდესაც ეს ჯიხურები აიღენ, პირველი იყო ის, რომ ლამაზი არ იყო ეს ჯიხურები, მაგით ავიღეთო თქვენ არ გინდათ ბატონის ლამაზე. ახლა ჩვენ ვინა ბატონის ლამაზე და ჩვენი პირველ შემოთ აინტერესებდა იყო, რომ იყოს ლამაზი. მაგრამ არ გვაძლევენ იმის საშუალებას იყოს ლამაზი და არის თავაზობენ ისეთ რაღაცებს, რაც იქნება ულამაზი. აი ეს ციგნის მსგავსი ჯიხურები პირველად გააჟღერეს, რომ უნდა ყოფილიყო, მაგრამ იყო ადრე შეღადებული, ჩვენ ვიყავით კატეგორიულ გუარზე, რომ არ ეტევა რანაირი საკონელი და არის მოუხერხებელია? მოუხერხებელიც და ლამაზიც არ არის. შესაბამისად, ვითხოვდით კვადრატობას 6 კვადრატს ვითხოვდით, მაგრამ შემოგთავაზე ძველი ჯიხურები და ის არის 2 კვადრატი და ჩვენ თანახმად ვიყავით იმ 2 კვადრატზედაც, მაგრამ მაინც შეცვალე. 2 საათში შეცვალენ იგი რა ქვია. პირობა შეცვალეს, ხო? კი ბატონო, ეხლა ვართ მოსული და ნახე ჩვენ გვინდა პირველ პირთან შეხვედრა, იმიტომ რომ პატარაძესთან შეხვედრას ვითხოვთ. პატარაძესთან შეხვედრა გვინდა გზაში ვნახეთ და გითხრა რომ პრობლემა არ მაქვს შეხვედრაზეო, მაგრამ სამწუხაროდ არ შეხვდა. ეს როდის შეხვდათ გზაში და სად? აი შეხვდა ალბათ ის იყო ოჯახის სიწმინდის მაშინ შეხვდათ? ოჯახში შეხვდათ. და რა გითხრათ? შეხვდებით და დაგვიწყდა. ხო, არა გვაქვს პრობლემა შეხვედრაზეო და მის მერე დავდივართ, მაგრამ არ შეხვდა. და ეხლაც ვარ შეხვედრაზე, თუ არ შეხვდა, მე ჩვენ ვარ იძულებული რომ ასე ოჯახში რაღაცა შევხვდეთ. ამიგე. ხო და არ ველოდებით შეხვედრას, თუ შევხვდნენ, კარგი. ეს მეორე და მესამე პირს რო გვახვედრებს, შესაბამისად გვარტყუები, ამიგე, გვარტყუები. ანუ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ ეს ადამიანები. რა ვიცი, ცვლიან გადაწყვეტილებებს, რა ვიცი, ახლა არა აქვს მაგის ძალა რომ მიიღონ თუ რა ვიცი, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ სიტუაციაზე. დიდი მადლობა. ბათუმელების ლაივში ხარ, თქვენც რო გაგვიზიარო თქვენი შეხედულება, კარგი სხვას გავესაუბრებით. გამარჯობათ ქალბატონებო, ბათუმელების ლაივში ხარ, რომ გვითხრათ თქვენი პრობლემის შესახებაც, ხა ვესაუბრებოდი ერთ-ერთ სუვენირებით მოვაჭრეს და მან თქვა, რომ მთავრობამ ის შეთანხმებაც, რაც კი ჰქონდათ, შეცვალეს რამდენიმე დღეში, ხო? რა არის ამის მიზეზი თქვენი აზრით და რას აპირებთ? მოგესალმებით. დიახ, ვიყავით, მოვილაპარაკეთ, შეგვითანხმდა, რომ აი გავაკეთოთ ასე, როგორც საჭიროა და ჩვენს ამ იმედით ვიყავით, რომ საქმე მოგვარდა, გაკეთდა როგორც არის საჭირო და ჩავცვალეთ, რომ იქნებოდა აი ასე. არ გასულა 2 საათი, საღამომდე შეიცვალა უკვე სიტყვა. ყველა პირობა შეიცვალა. აი ახლა გარდა ჯიხურების ფორმისა, რა პირობა შეცვალეს კიდევ? ჯიხურების ფორმისა კიდევ ის რომ რაოდენობა შეიცვალა, ლოკაციებზე ვერ თანხმდებით, რომ სადაც იყო ძალიან შორს არის ახლა მონიშნული, ძალიან შორს და კიდევ არ ვიცი რატომ მე არ ვიცი ვერ გავიგეთ რა ხდება, რას გვიპირებენ. ამდენი ხანია უნშევრები ვართ. ამდენი 4-5 თვეა უნშევრები ვართ. ყველას ვალდებულება გვაქვს, ყველას ბანკი გვაქვს, სულ ყველა ისე ვართ, მარტო ჩემი გადმოსახედიდან კი არ ვლაპარაკობ. აი სულ ყველა ასეა. იმიტომ რომ იმ ჯიხურს რომ ისი საქონელი მისი ტავარი ჭირდება, ამან ბანკი მოითხოვა. ამდენი თვე გაჩერებული ვართ. ვერ ვმუშაობთ, ვერაფერი ვთხოვთ, ვეხვეწებით, დავდივართ, ყოველ დღე დავდივართ, მოვდივართ, ვთხოვთ, დაკვირდებიან ერთ საღამოზე შეიცვლება ისევე. მე თითქოს და შევთანხმდით, იმედი გაგვიჩნდება, ისევ შეიცვლება. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? რატომ ცვლიან ასე პირობებს, რომ ვერ მოერგოთ? უნდათ რომ ვერ მოერგოთ საბოლოოდ ამ პირობებს, თუ მიზანი რა არის თქვენი დაკვირვებით? გავიგე რაღაცა კარგისკენ რო არ არის კი ხვდებით და ძალიან წუყვართ ამაზე. გაქვთ ახლა იმედი რომ ვინმე გამოვა და შეგხვდება? პატარაძესთან შეხვედრას ითხოვთ როგორც ვიცი. მინდოდა, ხო, აი მაგასთან გვინდა შეხვედრა. ძალიან როგორ ფიქრობთ, რატომ არ ხდებათ? არ ვიცი რატო არ ხდება. ჩვენ ვითხოვთ მაგასთან შეხვედრას, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო გადაწყდეს ეს საკითხი და ჩვენს დავიწყოთ მუშაობა, ზაფხული მოვიდა, სეზონი მოდის. ეს 2 თვე, აი ივლისი, აგვისტო. მე ისევ ზამთარში არაფერს აზრი აღარ აქვს. მე ის რაღაცა ისე რა ცოტა კი ამარა, ისეთი არა, როგორც აი ახლა ზაფხულში. იმიტომ რომ ეს სეზონური სამუშაოა იგი. თქვენ ახსენეთ ბანკის ვალებიც, ხო? როგორ უკლავდებით ახლა ამ საბანკო ვალდებულებას? ხო. დიახ, ძალიან ცუდად. ძალიან 5 თვე უმუშევარი იქნება ადამიანი. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა იქნება. ძალიან ცუდად.
და ყველა მარტო ჩემი გადმოსახედიდან არ ვლაპარაკობ, აი ვინც ვართ, ყველა ასეთ მდგომარეობაშია. ამისა ვითხოვთ შეხვედრას, რომ იგება გვაქვს იმედი, იმიტომ რომ ადრე არ უჭირდა ხალხთან ურთიერთობა, ადრე რომ მუშაობდა, პატარაზე პირველად წლების წინ ხო? წლების წინ მუშაობდა, ჩამოივლიდა ბერეგზე, სიამოვნებდა რაღაცა ის სუვენირი, ის სილამაზე გაგვესაუბრებოდა, დაგველაპარაკებოდა და ეხლაც ამიტომ ახლა რატომ შეიცვალა თქვენი აზრით? არ ვიცი, ეხლა ვფიქრობ, ამიტომ გვინდა კიდევ შეხვედრა, იგება რამე რაღაცა ჩვენ სასიკეთოდ გამოვიდეს, არ ვიცი. კარგი, დიდი მადლობა, თქვენი სახელი გვარი? ნანო დავითაძე. მადლობა ქალბატონო ნანა. ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოვერთით, შეგახსენებთ, რომ ბათუმში მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ სუვენირებით მოვაჭრე მოქალაქეები მართავენ საპროტესტო აქციას. ისინი რამდენიმე თვეა პროტესტში იმყოფებიან იმის გამო, რომ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით მათ აღარ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ივაჭრონ სუვენირებით. ისინი თვეებია, როგორც ჩვენთან ჩართვაში ამბობენ, ცდილობენ, რომ შეთანხმებას რაიმე ფორმით მიაღწიონ მაინც ან მერიასთან, ან მთავრობის წარმომადგენლებთან, მაგრამ როგორც ისმენთ ჩვენს ჩართვებში, ეს ადამიანები ამბობენ, რომ ისედაც რთულია მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, მაგრამ როდესაც ისინი შეხვდებიან და რაღაც პირობებზე მაინც თანხმდებიან, ეს პირობები დღის ბოლომდე უკვე იცვლება. ამ ტიპის პრობლემაზე საუბრობდნენ მოქალაქეები. ბოლო შეხვედრის შემდეგ, როგორც გვითხრეს, შეთანხმების პირობები ისევ შეცვალა მერიამ და სწორედ ამას აპროტესტებენ ეს მოქალაქეები, რომ საბოლოო პასუხი მიიღონ თუ რას აპირებენ მათი პრობლემების მოსაგვარებლად. ისინი ელოდებიან ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას, თუმცა როგორც ხედავთ, ჯერჯერობით მათთან შეხვედრაზე არავინ არ გამოსულა ამ შენობიდან. არც ის ინფორმაცია გვაქვს, ვინმე აპირებს თუ არა მათთან შეხვედრას და დალაპარაკებას, რომ გადაიჭრას სუვენირებით მოვაჭრეების პრობლემა ამ ქალაქში, რადგან უკვე ტურისტული სეზონი მოდის და როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ისინი ფინანსურ ზარალს განიცდიან, რადგან აქ საბანკო ვალდებულებებიც და შემოსავლის გარეშე არიან რეალურად დარჩენილი და სწორედ ეს არის ის საკითხები, რომელიც სწორედ კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. ჩვენ კიდევ შევეცდებით, რომ გავესაუბროთ სხვა ადამიანებსაც და მოვისმინოთ მათი მოსაზრებები. ბათუმელების ლაივში ხართ, თუ შეგიძლიათ, რომ თქვენი მოსაზრებაც გითხრათ, მოვისმინეთ სხვა ადამიანების მოსაზრებაც, რომ რთულია, ანუ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, მაგრამ შეხვედრაზე რაზეც თანხმდებით, ისიც იცვლება, ხო, დღის განმავლობაში. აი ნახე, რთულია პატარაძესთან, ბატონ ზურაბ პატარაძესთან მინდოდა შეხვედრა და ვერ მოხერხდა. აი დიდი ხანია უკვე ვცდილობ. როგორ არა ხვდებიან შეხვდით ეს არა ქვია წარმომადგენლებს, მაგრამ იქ რო შევდივართ, გვეუბნებიან, რომ თქვათ 28, თქვათ ასე გათამაშდება, იქნება აუქციონები. აი ნახე ისი თქმა მინდა ახლა პირველად ჯერ იყო რომ ევროსტანდარტების ჯიხურები უნდა შეთანხმება მომხარიყო, რომ ევროსტანდარტებით რომ გარეთ გამოსული არ ყოფილიყო ეს სუვენირები და ხოლგა არ ყოფილიყო და რაღაცა. აი 4 თვეა მიმდინარეობს მაგ თემაზე ლაპარაკი და საუბარი. ხო და აი ნახე რა ხდება კიდე. გვესაუბრებენ 4 თვის განმავლობაში რომ ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერი კარგად იქნება. კი, რომ თანხმდებით, ხა ისე არ გვიშვებენ რომ აი ანუ იმეც გაძლევენ, მაგრამ არ ასრულებენ პირობებს. ბოლო შეხვედრა. ბოლო შეხვედრა. თუ კი ის ჯიხურები, აი ჩვენ რომელიც ჰქონდა, თუ კი არ ვარგოდა. ეს არ ვარგოდა, ხო? იმიტომ რომ სუვენირები რაღაცეები ტევადი არისო. ტევადი არისო და მიმდინარეობდა კიდევ იმის დამატება, რომ ცოტა კვადრატობაც მოგვემატებინა, რომ გამოსული არ ყოფილიყო ეს სუვენირები გარეთ. რა ხდება, იცი? იქ არის ამ სუვენირებში შედის ჩანთები, თქვა, ქუდები, რაღაცა, იმიტომ რომ იქ არის ჩვენი ინიციალები და აი ალიდან ინო თქვა საქართველოს დროშა და აი ეს რომ მოხერხებულიყო ერთ სივრცეში ეს გვინდოდა მაგრამ ნახე და ამ ევროსტანდარტებში რაც ჩვენ შევთავაზეთ შედიოდა ეს ჩვენი ეს რა ქვია აი ხოლგა რატომ უშლის ხელს თქვა იმიტომ რომ მთელი დღე მზის გულზე ხო გიწევთ თქვენ დგომა და მაშინ როგორ წარმოუდგენიათ შეთანხმებულიყავით რომელიმე მასთან დადებულიყო ხელშეკრულება ბორჯომი იქნებოდა თუ ნაბეღლავი იქნებოდა და ყოფილიყავით და ახლა რო ვიყავით, გვითხრეს რომ აი ნახეთ თქვენ რო გქონდათ ისევის ჯიხურები, იქნება
ხო და აი იმუშავებთ იმაში და მე მოხდება შეთანხმება თქვა ბორჯომთა რომელიმე წარმომადგენელთან. ანუ რეკლამის ამბავში. კი, რეკლამა, არა, რეკლამის ამბავს დაანებეთ ზაფხულში ხო იმუშავე და ყოა სიცხეა ხო? წვიმაში წვიმს ხო გინდა? ხო და რა ვიცი, იქ შევთანხმდი ბევრ რამეზე, გამოვედი 2 საათი არ იყო გასული. წავიდნენ ბატონ დათოსან კომბინატზე და შეიცვალა. მე მეუბნება რომ მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე. ხო და გამიკვირდა ახლა და მოვედი რომ ეს ვინცთანაც უშუალოდ შეხვდით ვინ იყო? მერი ცინცაძე ხო გიორგი ცინცაძე ბატონი ის იყო და რა ქვია ჯაბა და იური გვარები არ მე მოადგილეები დიახ ჯაბა მე მგონი მოადგილეა თუ არ ვიცი ახლა ზუსტად და შევხვდეთ და ნუ ნორმალური დადებითი პასუხით მან აი შევდივარ გამოვდივარ კარგი პასუხებით მე იცვლება ისე და შეიცვალა როცა ამბობთ მხოლოდ დიზაინი ჯიხურის დიზაინი შეიცვალა თუ კიდე სხვა რამეც შეიცვალეს რო ქონდა ის არის უნდა ისე ვის უნდა გავაკეთო მაშინ რა შეიცვალა რა შეიცვალა ის შეიცვალა რომ ახლა აუქციონებიც გამოდის აუქციონები თავისთავად იყო ხო თავისთავად იყო არაფერი არ შეცვლა ხოლგებიც უნდა იყოს თქვა მაგრამ ნახე როშის თომაში არ შეგიყვანოთ ბატონ დათოსა რო ჩავიდნენ უთხრეს რომ ახლა წიგნები აჰა დიახ ხო წიგნებზე საუბრობთ წიგნები აი ხო აი ზუსტად მაგემია ჩვენ იქ შევთანხმდით რომ ნუ რო ქონდა ისეთი ეს წიგნები მე მახსოვს რომ წლების განმავლობაში თვითონ მერიამ დაამზადა შეისყიდა და იყო წლების განმავლობაში დახურულ მდგომარეობაში ბულვარში ანუ არავინ არ იყენებდა გამოუყენებელი იყო და ეხლა აი წიგნის ფორმის ჯიხურები იყენებენ როგორ არ იყენებენ ხო რაღაც გარკვეული ნაწილი იყო დახურულ მდგომარეობაში ეხლა გადაწყვიტეს რომ ის დატვირთონ ის წიგნის ფორმის ჯიხურები ისეთი ვიზუალით გადმოგვიტანონ ჩვენ გავაკეთოთ ისეთი ვიზუალით მაგრამ იმაში კიდე რა არის იცი ევადიც არ არის გინდა არ გინდა ეკაც ყველგან უნდა გქონდეს ხო და რა ვიცი რა ვცდილობთ ყველა დღე მოვდივართ ყველა დღე ვცდილობთ რაღაცა მაინც შენი მთავრობის იმედი გაქვს ხო აი ყველა დღე მიდიხარ აი დადებითი პასუხი და მე უკვე იცვლება სიტუაცია რატომ იქცევიან ასე როგორ ფიქრობთ თქვენ მიზეზი რა შეიძლება იყოს აი ნახე ახლა მე მიზეზი გეტყვი 4 თვის სანამ ამ ჯიხურებს აიღებდნენ შენ თუ შენი მოქალაქე გიყვარს ხო შენ თუ შენ მოქალაქეს ოდნავ პატივს სცემ ეს განსაზღვრული უნდა ყოფილიყო თავიდანვე მე მგონი რომ იფიქრეს რომ ამ ხალხს იმდენი აქვს ამ ჯიხურებით ნაშოვნი რომ აღარ უნდებიან და ჩვენ ეთყობა იფიქრეს რომ არ გამოვეხმაურებოდით თუ რა იყო არ ვიცი იმიტომ რომ მართლა გეუბნებით ეს არის ჩვენი შემოსავალი ანუ ისე დაიწყეს თქვა ცვლილებები რომ საერთოდ არ იყავით ინფორმირებული რა მოხდებოდა ბულვარის ტერიტორიაზე აი ნახე ისა რა ქვია მე კიდე რას ვამბობ იცი ალბათ მიდიოდა ახლა მარტო 1 და 2 ადამიანი დაწყდება და მიდის და ფიქრობდით რომ ეს 4 თვის განმავლობაში ჩვენ და სასიკეთოდ იქნებოდა იმიტომ რომ ასეთ პირობას გვაძლევდნენ გეუბნებოდნენ რომ ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდებოდა ახლა მე მგონი ჩვენ სასიკეთოდ გადაწყდება უბრალოდ რა ხდება იცი დრო რო გქონდეს შემოსავალი რო გქონდეს უკან ხო ვივლიდი და ვიქნებოდი მაგრამ მომაღარა აი გადამწყვეტი მე აი მართლა რა უკვე რა ვიცი რა სხვას გადასული ეს ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო რა თქმა უნდა ახლა რა ანუ ვიცი არსებობთ საიდან სადრაშვები მეც არ ვიცი ვალები ო აი რა ჯერ ეს ვალებზე უნდა იფიქრო მე ამ ჯიხურზე უნდა იფიქრო მე ამ მიწის აუქციონზე უნდა იფიქრო და მაგრამ რა ვქნა სხვა გამოსავალი აი ეს აუქციონზე მიწა გამოდის კონკრეტული და ის უნდა შეისყიდო ხო ჯერ ადგილი გამოდის და მე გამოდის ჯიხური აი რა გარანტია არსებობს რომ თქვენ შეხვდებათ აუქციონზე ეს მიწა აი ზუსტად მაგაზის სხვა რომ წაიღოს მაშინ რა შეიძლება იმდენად არის ხალხი უკვე იმდენად არის აი მე კი ვიცი თქვა რომ იმ ჯიხურში რა არის მომგებიანი რა არის მაგრამ იმან კი არის შეიძლება სამჯერ მეტი გადაიხადოს ვერ იმუშაოს მაგრამ ისი ფიქრობს აი ნახე კეთდება ამაში მაგრამ ამ დროს წაგებული რჩება მაგრამ ამ დროს მესად მივდივარ ეს აუქციონები როდის უნდა უკვე გამოცხადდა თუ ჯერ არ არის არ ვიცი ახლა შეთანხმება უნდა მოხდეს ხო ოთხივე შეთანხმება უნდა მოხდეს ახლა რო თქვა რომ აი არ გვაძლევენ პასუხს და არ ემაშვებიან და რაღაცა მაგრამ პასუხს რომ აძლევ ეს უნდა იყოს რა ქვია რა ამდენხანს უნდა ვიაროთ მართლა აი აღარ ვიცი უკვე სად რაღაცა ზომა უნდა მივიღოთ აი თუ არ ხდება დღესაც თუ არ შეხვდება არა დღეს ახლა იქნება აუცილებლად შეხვდებიან ადამიანები რა დადიან უბრალოდ არ შეხვდებიან უბრალოდ რა არის იცი ეს პატარა ძესთან შეხვედრა გვინდა
იცი რა, რატომ მინდა ამ ადამიანთან შეხვედრა? ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა, რომ შეხვდა ქუჩაში და დაპირდა შეხვედრას. როგორ მე ფიქრობ? პირადად შევხვდი და რატომ არ აი ნახე რა სიტყვა შეასრულა მითხრა და პირობა, იმიტომაც დიახ. მინდა რომ მას შევხვდე. ნუ ახლა ქუჩაში შეხვედრამდე ხო ჩვენ მქონდა ურთიერთობა აი სანამ ის თანამდებობაზე დადგებოდა და ისე გამიხარდა მაგის მოსვლა რომ ამ ადამიანს ნამდვილად უყვარს ხალხი მეკი მართლა ვამბობ ამას სერიოზულად იმდენად გამიხარდა რომ ის ქუჩაში დადიოდა ხვდებოდა და როგორ მიდის თქვენი მდგომარეობა კმაყოფილი თუ არ ხართ აი მის პერიოდში დაიდგა ეს ჯიხურები ზუსტად მაშინ პირველად რო იყო 2017-18 წლებში ხო დიახ ხო და მაგას კვირდებოდა და მიხაროდა და ეხლა მე შევხვდი თვითონ იმ დღეს მე ვიყავი და მითხრა რომ მონევრიულობთ ყველაფერი იქნება კარგად პირობას გაძლევთ რომ მე თქვენ ჯიხურებთან მოვალ ხო და აი ამ იმედით ვართ რომ ნახოთ ახლა რა იქნება საერთოდ ვინმე აი ნახევარი საათია თითქმის აქ ხართ ხო არა გამოვიდა ვინმე ვინმე არის შესული არა ჯერ არა და მე რა გითხრათ რომ გამოვიდა მე არ შეგახვედრებთ პატარაძეს შეგახვედრებთ ხო პატარაძეს არ ვიცი ხო შეგვახვედრებენ მაგრამ შეგვახვედრებენ ხო მაგრამ თქვენ თქვით რომ პატარაძესთან გინდა შეხვედრა და არა ვთქვათ მოადგილეებთან ხო აი რაღაცა მაინც გინდა არ გინდა მოსული ხარ ხო ადამიანია უნდა ემასთან რა ქვია შეხვდე და გაის და გიორგი ცინცაძესთან რა ხან იყავით ბოლოს მოლაპარაკებაზე იქ რატომ აი აქ შეხვდა ამ შენობაში აი ერთად შეხვდნენ კი აჰა ხო და გასაგებია რაღაცა ასე გითხრათ თქვენსკენ ვარო და თქვენი იმისკენ ვარო და მე ძალიან გამიხარდა რომ ადამიანმა მომცა პირობა და რაღაცაზე არ თანხდებოდით მაგრამ რაღაცა მაინც წავიდა შეთანხმება გამოვედი და ახლა წიგნი ჯიხურებიო და არ ვიცი რა ვთქვა ვეღარ ხვდები რა თქვენი სახელი გვარი შემოძია ზია ქალბატონო მზია ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვესაუბრეთ ახლა მოგამოვათ მე მოგესალმებით მეგობრებო ხო არ გინდა თქვენც გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება რამდენი თვეა რაც უკვე აქ გახართ მთავრობის შენობასთან პირველ რიგში 5 თვე არ ვმუშაობთ და 4 თვე აქ ვდგევართ 4 თვე გავიდა ხო კი გენაცვალე ეს მცირე დროა თუ ძალიან დიდი დროა იმისთვის რომ ძალიან დიდი იმიტომ რომ ჩვენს უკან ოჯახები დგას ჩვენს უკან ბანგები გვაქვს ვალები გვაქვს მართ ოჯახში ავადმყოფები გვყავს ზოგს ჩვილი ბავშვები გვყავს შემოსავალი ჩვენ ამის გარდა არაფერი არ გვაქვს ველოდებით ამათ პასუხს ჩვენ ეს მთავრობა იმიტომ ავირჩიეთ რომ გვეიმედებოდა იმედი გქონდა რომ ხარში დაგვიდგებოდნენ ამდენი წელიწადია ვბრძოლობთ რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენ ეს მთავრობა ასეთ საქციელს არ ველოდით მთავრობის მხრიდან ძალიან ვთხოვთ ყველა მთავრობის პირს ვთხოვთ მოგვაქციონ ყურადღება იმიტომ რომ უკვე ზღვარზე ვართ მისული და რატომ არ გაქცევენ კიდურები რატო არ გვაძლევენ ეს რა ვიცი გავკვირვებია იმიტომ რომ ვერ საუბრობენ ისეთნაირად რომ გავიგოთ ჩვენ რა გვინდა ვერ საუბრობენ რომ გავიგოთ რას აპირებენ ანუ გასაგებენაზე არ გიხსნია თუ ვერ გვპირდებიან ვერაფერს აჰა რატომ ვერ გვპირდებიან ანუ რა არის თქვენი დაკვირვებით პრობლემა რატომ ვერ გვპირდებიან სხვისთვის უნდათ ეს ტერიტორიები სხვა მოვაჭრეებისთვის უნდათ რომ შევიდნენ თუ რაღაც გადაწყვეტილება ანუ არგუმენტი ხომ უნდა იყოს რაღაც ისეთი დამაჯერებელი არგუმენტი ხო თქვენთვის არის ეს არგუმენტები დამაჯერებელი ვარავადრას რო ვეკითხებით პასუხს ვერ ვღებულობ რომ რატო შობიან და მაგას ვინ გეტყვის ერთადერთი პასუხი ისაა მაგენისგან რატომ არ უნდა გითხრათ დღეს წადით ხვალ მოდით სეზონი გავიდა ჩვენ იცი რამდენი ლარის საქონელი გვიდევს სახლში და ფუჭდება ჯერ ფუჭდება და გადასაყრელი უნდა გაგვიხადონ არც კომპენსაციას გვპირდებიან ჯიხური შენ უნდა გააკეთო აუქციონი რატო აკეთებენ აუქციონს იჯარის სახით მოქცენ იჯარის სახით დაგსვან როგორც მოქალაქეს ითხოვს და როგორც მოქალაქეს შეძლებს ამის გაკეთებას ისე რატო არ აკეთებენ მოქცენ იმის საშუალება იჯარის სახით მოქცენ ჯიხურის უნდა იჯარაზე რა გითხრეს რატომ არიან თქვა წინააღმდეგ აუქციონი უნდათ რატო უნდათ აუქციონი იმას ნიშნავს რომ იქ სხვა პირებსაც შეუძლიათ ხო მონაწილეობის მიღება და რა გარანტია არსებობს რომ თქვენ გაიმარჯვებთ იმ აუქციონში და არა სხვა ჯერ ვინც ვიჯექით ის ხალხი დაგვაკმაყოფილონ რომ ეს საქონელი ხალხმა სად უნდა წაიღოს ეს საფიქრალი არ არის ცოდვა არა ვართ ამდენი წლის დაგროვილი საქონელი გვიდევს სახლში დაგვაკმაყოფილონ და მე ცარიელ ადგილებზე გააკეთონ აუქციონი რაცო ჩვენ ხელშეკრულებით მოგცენ და შეგვატანინონ ბიუჯეტში თანხა დავიღალეთ ხალხონ დავიღალეთ სუდათა ვარ ონკოპაციენტი ვარ და აგერ ვდგავარ რომ მობილბავშვ სახში საჭმელი წაუღო და ასე აყველა ჩემთაგანი ვიღაცას რაღაცა უჭის
ასე არ შეიძლება. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება. ვინც აი ასეთ რთულ პრობლემებზე ესაუბრებით, ხო? მთავრობის წარმომადგენლებს. აი ემპათიაც არა აქვთ, აი ასეთ პრობლემებს რო ისმენენ, რომ რაღაც ემპათიის დონეზე მაინც ჩამოვიდნენ და გელაპარაკონ, მოგვაქციონ ყურადღება. ჩამოდიან, გველაპარაკებიან, მაგრამ აზრი არ აქვს. ისეთ რამეს გვეუბნებიან, რომელიც შეთანხმებამდე არ მიდის. აი რა არის მიუღებელი თქვენთვის ჩემთვის რა მიუღებელი და აუქციონი ჩემთვის არის მიუღებელი რატო? იმიტომ რომ ჯერ ჯიხური უნდა შევკერო. მე 2-3 წელიწადი მინდა რომ ის 20000 ლარი ჯიხურის ფული ამოვიდე. და მე რაღაცა მე ჯიხურის ჯდება 20000 ლარი ჯდებოდა. მე ჯიხურის ფულიც უნდა ვიხადო ყოველ წელიწად და ოჯახიც უნდა გამოვკვებო. ორი ოჯახი დგას ჩემს უკან. რა გავაკეთო გეკითხები? მე ხელოვანი ქალი ვარ. მე თვითონ ვაკეთებ ყველაფერს. ხელოვანი ქალი ქუჩაში უნდა ვიდგე? უფრო არ უნდა დამაფასუნდა, არ უნდა წამომწიონ წინ? ასე არ შეიძლება. ეს არის განუკითხაობა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ პატარაძეს, ერთხელ გამიწია შუამდგომლობა და მისი სახით ვიჯექი იქა, სულ მკითხულობდა, სულ პატივს ვცემდა და კიდევ მე მაგის იმედი მაქვს. ბატონო ზურაბ, გთხოვთ, გემუდარებით, თუ ნახავთ ჩემ ინტერვიუს, გთხოვთ, კოლექტიურად თუ არა, ცალკე მაინც მომართოთ, იმიტომ რომ მე ხელოვანი ქალი ვარ, ობოლ ბავშვს ვზრდი, ძალიან მიჭირს და ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი ხმა. და ჩემს ასეა ყველა ოჯახს ასე უჭირს და ყველა ოჯახისგან პრობლემები დგას. გაქვთ მოლოდინი რომ გადის. გონივრულ ვადებში გადაწყდება, გაქვთ ამის მოლოდინი? იმიტომ რომ პირველი ივნისია დღეს, ხო? უკვე ტურისტული სეზონი პრინციპში მოლოდინით დავდივარ 4 თვეა, მაგრამ იგივე ადგილს ვკეპნით. აზრი არა აქვს, თუ რა არის, ვერ ხვდები მე. ეს რა ხდება, ვერ ხვდები მე. ნორმალური პასუხი ვიღაცამ თუნდა ან კითხვან, ან არა თქვან და ჩვენ გზას მივხედავთ, მაშინ მოვიტანთ იმ საქონელს, აგერ დავყრით და მოვუკიდებთ ცეცხლს. აბა საწავიღოთ, მოვიტანით ჩემ ხელით გაკეთებულ ნივთებს, აგერ დავალაგებ და დავწვავთ. ეყო ამდენი რა, ეყო დავიღალებ. ბანგი მაქვს, მაშინ გადაიხადო, ჩემს მაგივრად. მომიტანო სახში საჭმელი. ჩემ მაცივარს შეიხედო. ოცნების მთავრობა ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მაღალ დონეზეა ქვეყანაშიო და ჩემთვის ასე გიპასუხებენ ალბათ. ეს მისთვის არის, არ ვიცი, ჩემთვის ძალიან დაბალ დონეზეა და ძალიან მიჭირს. ლაპარაკიც მწვენია, მაგრამ მიჭირს და უკვე სირცხვილზე არაფერი აღარ მოდის. ძალიან გთხოვთ, მოგვაქციეთ ყურადღება ყველა. თქვენ სახელი შემახსენეთ? მაყვალა ხოშორაც. მადლობა, ქალბატონო მაყვალა. ქალბატონო ძალიან ხო არც ეხლა დიახ ქალწრელობე. აუცილებლად გეტყვით. მე არ შემეკითხა. ქალწრელობე. შესულია ვინმე შიგნით? აგერა 10 წუთი არ მინდა აგერ ვარო. აჰა, გასაგებია, კარგი. ბათუმელების მაყურებელს მინდა შეგახსენათ, რომ ჩვენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ვიმყოფებით, სადაც სუვენირებით მოვაჭრე მოქალაქეები მართავენ აქციას. თქვენ თუ ჩვენს ლაივებს თვალსადევნებთ ხოლმე, ინფორმირებული იქნებით იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე რამდენიმე თვეა სუვენირებით მოვაჭრეები წინა კვირაში იყო მაგალითად კვადროციკლებით და მოპედების გამქირავებლები მართავდნენ საპროტესტო აქციას, რადგან ამ ადამიანებს ქალაქის მერიამ აუკრძალა ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ვაჭრობა სუვენირებით, ასევე იქ სხვადასხვა ჯგუფია კიდევ მოპედების გამქირავებლები, წვენებით მოვაჭრეები და ასე შემდეგ და ყველა ამ ჯგუფს აღარ აქვს შესაძლებლობა რომ რა შესაძლოა ლაივში ვარ ჩვენ მიბრძანდებით არა ჩვენ ჯგუფში ვე არა აქცია იმართება მოქალაქეების და მათ ვიღებთ ჩვენ ლაივში ვართ ქალბატონო აქცია მიმდინარეობს მთავრობის საფთან და იმაზე ვსაუბრობდი, რომ ეს ადამიანები რამდენიმე თვეა ითხოვენ, რომ მერიამ მისცეს შესაძლებლობა, რომ კვლავ ივაჭრონ ბულვარის ტერიტორიაზე. იყო ასევე რამდენიმე შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან, მაგრამ როგორც ჩვენ ჩართვაში ისმენთ ამ მოქალაქეებისაგან, ეს შეთანხმებები არ არის საბოლოო,
განიხილება სხვადასხვა ვერსიები, მაგრამ საბოლოო შეთანხმება მაინც არ შედგა მოქალაქეებთან, რადგან ის პირობები, რასაც უყენებს მერია, არის მათთვის მიუღებელი. ერთი პერიოდი მიუღებლობა ჰქონდათ იმაზე, რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სთავაზობდნენ ყველა ამ ჯგუფს განთავსებას, იქნებოდა ეს სუვენირებით მოვაჭრეები, მოპედების გამქირავებლები, წვენებით მოვაჭრეები და ასე შემდეგ და წინააღმდეგი იყვნენ ეს ადამიანები ამ ერთ მონაკვეთში ყველა ამ ჯგუფის განთავსების, იმიტომ რომ მათი შეფასებით ეს გამოიწვევდა ქაოსს, ერთმანეთისთვის ხელშეშლას, იმიტომ რომ მონაკვეთი არის პატარა, მაგრამ ამ პირობებზეც მე მგონი საბოლოოდ თანახმა იყვნენ, ხლად რომ არ დარჩენილი იყვნენ, თქვათ, სავაჭრო სივრცის გარეშე, მაგრამ როგორც ეხლა ჩვენთან საუბარში მოისმინეთ, ეს შეთანხმებაც საბოლოოდ არ არის შემდგარი, იმიტომ რომ ეხლა როგორც მოისმინეთ, მერიამ გადაწყვიტა, რომ აუქციონზე გამოიტანოს ის ფართები, სადაც უნდა განთავსდნენ სუვენირებით მოვაჭრეები ან სხვა მოვაჭრეები, მოპედების გამქირავებლები და ამ პირობებზეც არ არიან თანახმა, რადგან აუქციონი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია ამ აუქციონში მონაწილეობის მიღება და ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მათ ვერ მიიღონ ის ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში იდგნენ და ვაჭრობდნენ. ჩვენ კიდევ შევეცდებით, რომ გავესაუბროთ რამდენიმე ადამიანს თუ სურვილი ექნებათ ბათუმელების ჩართვაში ხართ, მოგესალმებით. აქ მოусმინეთ სუვენირებით მოვაჭრე სხვა ადამიანებს, მათ ისაუბრეს თავიანთ პრობლემებზე, თქვენც რო გვითხრათ თქვენი შეხედულება, რომ მეოთხე თვეა, ხო, რაც პროტესტში ხართ და რატომ არ იქნა მიღწეული ეს შეთანხმება? რა არის მთავარი პრობლემა თქვენი დაკვირვებით? რომ ან იცვლება პირობები, ან იცვლება შეთანხმების რაღაც დეტალები, ან საერთოდ არ გხვდებიან, თქვათ, ხო და გიწევთ კვირაობით დგომა მთავრობის შენობასთან. პირველ რიგში ვიტყვი, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე ნატურალურ წვენებზე ვმუშაობდით ჩვენ, ეგრეთ წოდებული ფრეში, რა ჩვენ საფართო ცნობილი არის. მე ხუთე თვეა სინამდვილეში უკვე რაც დავდივართ, თავიდან თუ ეს შეხვედრების პრობლემა იყო, ეგ პრობლემა ნამდვილად მოგვარდა. შეხვედრის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ რაც რეალურად პრობლემა გვაქვს ის, რომ მე ხუთე თვეა და დღეს არის 1 ივნისი. და რეალურად არანაირი პასუხი აი წარმოიდგინეთ რომ მკითხოთ 5 თვის განმავლობაში რას აკეთებდი მიუხედავად იმისა რომ ფაქტობრივად დღე ჩაგდებით ყოველ დღე თუ არა დღე ჩაგდებით ვინმე ხვდებით ან უბრალოდ გამოსული ვარ და შეხვედრას ვითხოვთ არანაირი პასუხი ამ ეტაპისთვის არ გვაქვს აი ერთი ამბობს რომ ყველაფერი იქნება ნუ ნერვიულობთ მეორე გვეუბნება რომ იცი რა მესმის თქვენი მაგრამ ვერ დაკმედებით ხვალ რო ქუჩაში შევხვდეთ და პირობა რომ მოგცეთ აი მე რო არ გამოვიდეთ ანუ რატომ ვერ გპირდებიან რას ელოდებიან თავად რას ამბობენ რაიმეს ელოდებიან კონკრეტულს ანუ კონკრეტულად საერთოდ ამ დეტალებში არ შემოდიან ჩვენთან მაგალითად როცა ვთავაზობთ ხომ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობას თუ მაგალითად ისევ ხაზგასმით ვამბობ ეგრეთ წოდებული ლურჯი ზოლები ჯიხური რომელიც ჩვენ 2018 წელს მერიის პროექტით ექსკიზი გადმოგვეცა იყო მათი პროექტი და მაინც თუ ეს დავუშვათ ვისაუბრეთ ამაზე რომ ბათუმის იერსახეს უკვე მოძველებული არის არ არის პრობლემა ჩვენც წინ მივიწევთ უფრო გალამაზებული ბათუმი ჩვენც გვინდა იმიტომ რომ აქ ცხოვრობთ ხო და ვისაუბროთ დავუშვათ ჯიხურების არაერთი შევთავაზეთ ახალი ჯიხურის ექსკიზი მოეწონათ კიდეც მაგრამ აი ამ ეტაპზე ვართ 5 თვის განმავლობაში გაჩერებული და დღეს 1 ივნისი არის აი გვერდზე რო გადავდოთ რომ სამსახურის გარეშე ვარ და არანაირი შემოსავალი არ გვაქვს მიუხედავად იმისა რომ ვალდებულებები ძალიან ბევრი გვაქვს ყოველთვის რაღაც პრობლემებზე საუბრობთ, მაგრამ ერთი პრობლემა მართლა გულწრფელად ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. ჩვენთან ერთად არის ადამიანი, ვისაც ყავს ახალგაზრდა ბიჭი და ყავს 4 შვილი. აი გულწრფელად ვამბობ, გუშინ მთელი საღამო მაგას ვფიქრობდი, რომ 4 შვილი სუსდის საქართველოს 35 წლის ბიჭი და თავისით გამოდიოდა და რაღაცას აკეთებდა, ხო? ისიც უნებართოდ კი არა, ნებართვით აკეთებდა მას, მერის ნებართვით და ეხლა რა უნდა ქნას გულწრფელად ამოჯახმა სიტყვაზე ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ანუ ემიგრაციაში წავიდეს და პატარა ბავშვები მამის გარეშე დატოვოს. ან რა სამსახური შეიძლება იყოს სხვა ალტერნატივა რომ 4 შვილი. სკოლის მოსწავლე მათ შორის ხელოვნური საჭიროებებია. აი პატარა ბავშვი მათ შორის მცირეწლოვანი კი არა ძალიან ჩვილი ესე რომ ვთქვა, ხო? ასეთი ადამიანებით შევდგებით, ვინც იქავართ და არავინ არ არის დიდარი, თორე თან დარწმუნებული ვარ დღეს ბავშვთა დაცვის დღეს ბევრ დაპირებას გასცემენ ალბათ. აი
არ ვიცი რამდენად სურვილი აქვს, მაგრამ მამა აქ არის და გულწრფელად აი საღამოს მთელი საღამო ვფიქრობდი, რომ აი ბიჭი, რომელიც 4 შვილს უზდის საქართველოს, გულწრფელად, აი ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფო, მისი შვილები იყოს ხო ჩვენი მომავალია, მისი შვილები იყოს განათლებული, მისი შვილები იყოს ჯანმრთელი, იმიტომ რომ ეს არის ჯანმრთელი საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ახალგაზრდები დღეს უდიან სახელმწიფოს ხო და ანუ ისიც არაფერს არ უთხრობ რეალურად რას ვიცი. თუმეტეს ჩვენ ვიცი სტატისტიკის მიხედვით, რომ ქვეყანაში ისედაც 70,000-მდე ბავშვი ყავს, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და შიმშილობენ ბავშვების გარკვეული ნაწილი, ხო? ხო, კი, და აი როცა მაგალითად ახალგაზრდა მზად არის თუ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს თუ ადამიანი 60+ არის, ხო? ის მზად არის, რომ სახელმწიფო ზურგზე კი არ იჯდეს და დაუშვათ სახელმწიფოს სოციალური დახმარებისთვის მიაკეთოს, არა ის მზად არის, რომ შუა ზამთარში იყოს ქუჩაში, რომ შვილებს იშრომოს. ხო, სახელმწიფოს ასე ვთქვათ, სახელმწიფო ზურგზე არ ცდილობს, რომ ოჯახი გაიტანოს. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ რა არის ამაში, რომ ოფიციალურ ფორმებში ჩასვა, ეს ხო არ არის მანამდე უნდა ბართოთ ვიყავ, ჩვენ ებართვებით ვიყავით ხოლმე პირადად და ვინც ყველა შეკრებილი ვართ 2018 წლის მერე პირდაპირ წესის იჯარა იყო აუქციონზე გადავედით აუქციონი ყველანაირ თანამშრომლობაზე ვართ თანახმა, მაგრამ აი გულწრფელად მითხარით, თუ შეიძლება 5 თვის განმავლობაში სახში რომ მივდივარ, მწვენია პასუხი რა დავაბნევ არ მაქვს. არის ორშაბათი უკვე ჩვენ შორის ხუმრობაც არის. დღეს შაბათკვირას ვისვენებთ, იმიტომ რომ გარეთ ვართ, მაგრამ პასუხი არანაირი არ გვაქვს, არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა თქვენი სახელი შემახსენე. ნაცია. მოგესალმებით, თქვენზე საუბრობდა, ხო? თქვენი სახელი რომ მითხრათ, გიორგი რაგვარი ხართ? გიორგი, 4 შვილის მამა ხართ, ხო? და აი წუხდა ხო ნათია იმაზე რომ 4 შვილის მამას უწევს ქუჩაში დგომა 4 თვის განმავლობაში. რით იკვებავთ ოჯახს ამ 4 თვის განმავლობაში? აი რასეუბნებით შვილებს რომ მიდიხართ სახლში? ეს ძალიან რთული იქნება ალბათ ხო? ძალიან. და არც არავის არ ვთხოვ რომ ვითხოვ ერთ რაღაცას რომ მომეცით კანონის ფარგლებში და ვიმუშაო ხო? იქ მივალთ. ზოუბნებიან, იქ მიდით პასუხი არსად არ არის. დავიღალე რა, მე ვერ წავალ. მთავრობა მერიაში გიშვებს, მერია მთავრობაში კიდე სად გიშვებს? ესეთი სიტუაცია რომ ვერ წავალ, ვერცად ისეთი პატარები მყავს. რო წავიდე მაგალითად ყველაზე პატარა რამდენი წლის არის? 8 თვის. 8 თვის, მცირეწლოვანი შვილები გყავთ ხო სახლში? ყველა მცირეწლოვანი მყავს 4. ანუ რო წავიდე ვერ წავალ, ვერცად, იმიტომ რომ ძალიან პატარები არის. უცებ სახლში მივდივარ, ვეხმარები მეუღლეს, მოვდივარ, გამოვდივარ და ასე ვარ რა. ვეღარ ვლაპარაკობ. აი თუ ვერ მიაღწიეთ შეთანხმებას, როგორ წარმოგიდგენია თქვენი ოჯახის მომავალია ასეთ პირობებში? აჭკაზე უნდა დავალაგო და ისე უნდა მიმოძრაო ქუჩაში. სხვა გზა არ აქვს. მივლი ქუჩაში და ისე გავყიდია, რა უკნა. ხო უნდა რჩენო პატარებს. სუვენირებს ყიდით ხო თქვენს? მე სუვენირებს არა, მე სათვალეებს. სათვალეებს ყიდით. რატომ არ ესმით? აი რატომ ვერ იგებენ თქვენს მოთხოვნას? დიახ. ტავარი მაქვს იმდენი საწავიღო ის ტავარი. ხო უნდა ისქნა და გავუკეთო. დიახ. წლების ნაგროვია ის. პასუხი არ არის რა. როგორ ფიქრობთ, რატომ იჩენენ აი ამ ტიპის გულგრილობას მოქალაქეების მიმართ? თან თქვენ ამბობთ ხო, რომ 4 მცირეწლოვანი შვილი გელოდებათ ოჯახში, რომელსაც გამოკვება ჭირდება, ჯანდაცვა ჭირდება, ხო, 1000 საჭიროებები აქვს ბავშვებს და აი ეს არ ესმით, რომ ამაზე ესაუბრებით, რას გეუბნებიან? იციან. მაგრამ პასუხი არ არის. რა არის ამ უპასუხობის საფუძველი თქვენი დაკვირვებით? სხვა მიზნები აქვთ რამე, ანუ სხვა ადამიანების შეშვება უნდათ იმ ტერიტორიებზე თუ 4 თვე არ არის ხო მცირედ, რომ რატომ ვერ მიიღეს ამ 4 თვის განმავლობაში რაღაც არსებითი გადაწყვეტილება? არა, შეიძლებაც გეგმავდნენ სხვა ადამიანების შესვლას. ვერ გაიგებ ამან პასუხს. ხო, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ვართ თვითდასაქმებულები, ამ ქვეყანაში ძალიან მაღალია უმუშევრობა, ხო? და ადამიანები იძულებით ემიგრაციაში მიდიან, ანუ არც ამაზე ფიქრობენ, როცა გამოდიან, რომ აი ქვეყანას ტოვებენ, თითქოს აწუხებთ ემიგრაციის პრობლემა, მაგრამ რეალურად როცა ადამიანი დგას რაღაც ეკონომიკური გამოწვევის წინაშე, აი თქვენსავეთ უწევს ქუჩაში დგომა თვეობით და ეს რა არის თქვენი დაკვირვებით, რაზე მეტყველებს ეს? არ ვიცი რა ვთქვა რა. მე ერთი გამოსავალი ამას ვფიქრობ, რომ აგენტა პასუხს თუ ვერ გამოვიტან, მაინც უნდა გამოვიტან. რომელი ჯობია ახლა? კაშკაზე დალაგებული ჯობია და ვიმოძრაოთ და უფრო სუდია გააუშვებს, ხო? თუ ყველაფერი
ნორმაში იყოს. მოგცემენ მე აი მაგ კაჭკიცას რო აბა თქვა რა გადაადგილებს. მაგის უფლება ხომ აქვს, რომ ვიმოძრავ. მოძრავის უფლება ხომ აქვს. კანონი მაგას არ მიგზავნოს და მაგას გავაკეთებ ვაფშე. თუმცა ეს იქნება ბევრად რთულია რა. რთული თან გაჩერების შესაძლებლობას არ რომ გავაკეთო, იმიტომ რომ წელზე პრობლემა მაქვს, მეხუთე მექსიმალს თიაქარები მაქვს და მაგრამ მაინც უნდა ვქნა სხვა გზა არ მაქვს. იმიტომ რომ 4 მცირეწლოვანი შვილი მყავს სახში. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ახლა ვინმე არის შესული მთავრობაში თუ ვისელოდებით თუ აი ხო ეს მაინტერესებს ვინმე რამე გითხრათ რომ ეს შეხვედრა შედგება თუ შეიძლება აქ იდგეთ 1 საათიად გახართ ხო უკვე 5 დღეა გავაკეთე თუ არ გამოვიდნენ რა შვრებით რა გაქვთ გეგმაში რაღაც ინფორმაციას მაგრამ ეს არ არის ან ხვალდაგვიბარებს ეგ დაგვიბარებს ოშებას დაგვიბარებენ და ასე ვიქნება გასაგებია დიდი მადლობა მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც სუვენირებით მოვაჭრეები, ასევე წვენებით მოვაჭრეები მართავენ საპროტესტო აქციას და როგორც ჩვენ ჩარტვებში მოისმინეთ, 4 თვეა ამ ადამიანებს უწევთ მერიიდან მთავრობაში, მთავრობიდან მერიაში სიარული იმასთან დაკავშირებით, რომ მიაღწიონ გარკვეული ტიპის შეთანხმებას, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ სავაჭრო ადგილებს ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც ისინი წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ. თუმცა, როგორც ვისმენთ ამ ადამიანებისგან, ეს შეთანხმება ჯერჯერობით არ შედგა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ უწევთ მოსვლა, საათობით დგომა, თითქმის ყოველ დღე, აი ამ შენობის წინ, ასევე მერიის წინ, ზოგჯერ საერთოდ არავინ არ გამოდის მათ შესახვედრად. ბოლო პერიოდში თქვეს, რომ გამოდიან ვიღაცები შესახვედრად, რაღაცა ტიპის დიალოგი დგება, თითქოს იმედის მომცემი დაპირებებიც არის, მაგრამ შემდეგ ეს დაპირებებიც და ეს შეთანხმებებიც იცვლება ძალიან მალე და როგორც ხედავთ ამ ადამიანებს კვლავ 4 თვის თავზე კვლავ უწევთ ასე ქუჩაში დგომა იმისთვის, რომ რაღაც პასუხი მიიღონ ქართული ოცნების ხელისუფლებისგან და როგორც ჩვენ თან ჩართვაში მოისმინეთ, აქ არიან ადამიანები, რომელთა ერთადერთი შემოსავალი იყო ეს სუვენირებით ვაჭრობა თუ წვენებით ვაჭრობა, თვითდასაქმებული ადამიანები არიან და ადამიანებს ყავთ მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად, იღებთ ჩვენგან ინფორმაციას. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება მოქალაქეების ამ შენობასთან დგომა. ჩვენ მივადევნებთ თვალს და მოგაწვდით ბათუმელების მეშვეობით ინფორმაციას. შეხვდება თუ არა მათ ვინმე, გამოვა თუ არა სუვენირებით მოვაჭრეებთან შესახვედრად და შეგიძლიათ ეს ინფორმაცია შემდეგ მიიღოთ ბათუმელებიდან, ბათუმელები ჯიზე შეგიძლიათ შემოხვიდეთ და გაეცნოთ მიმდინარე ამბებსაც და აი ამ ამბების გაგრძელებას. ახლა დროებით დაგემშვიდობებით. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის.